ვინ იყო გიდეონი? ერთხელ ისრაელნი თავისი ურწმუნოებისა და ღმერთის დავიწყების გამო ჩაცვიდნენ საშინელ ტანჯვაში. დაესხმოდა მტერი აწიოკებდა, არბევდა. ბოლოს შეეშინდათ და მოიგონეს ღმერთი და მხურვალე გულით შესთხოვეს შველა. მაშინ ღმერთმა მათ შორის აღადგინა მსაჯულად და ხალხის გამომხსნელად ახალგაზრდა გედეონი. გედეონს გამოეცხადა ანგელოზი და უთხრა: ღმერთი არს შენთან, მამაცო კაცო. რანაირი სტრატეგიით დაამარცხა მტერი. გედეონმა 300 ჯარის კაცით მიუახლოვდა ღამით მტრის ჯარს და მის დასამარცხებლად იხმარა შემდეგი ხერხი. ყველა თავის ჯარის კაცს მისცა საყვირი, ანთებული მაშხალა და ქოთანი, სადაც ეს მაშხალა უნდა დაემალათ, მერე ყველას უბრძანა. გარს შემორტყმოდნენ ჩუმად მტრის ბანაკსა და უთხრა: როცა მე საყვირს დავუკრავ, დაუგარეთ თქვენ ყველამ ერთბაშად და დაგკივლეთ მახვილი ღვთისა და გედეონისა თქვენს თავზედ. ყველა სწორედ ისე მოემზადა, როგორც გედეონმა უთხრა. როცა გაიგონეს თავისი წინამძღოლის საყვირის ხმა, ჯარისკაცებმა ერთბაშად დაჰყვირეს საყვირნი, დაამსხვრიეს ქოთნები, აიშვირეს მაღლა საყვირები და საშინელი ხმით დაიძახეს. მახვილი უფლისა და გედეონისა ამ ხმამ უცებ გამოაღვიძა მტრის ჯარი. ისინი წამოწვიდნენ ფეხებზედ თავზარდაცემულნი გულგახეთქილები. ეგონათ უმრავლესი ჯარი დაგვესხაო, აირივნენ, დაიბნენ სრულიად და ბნელაში გაიქცნენ მინდვრისაკენ. ერთმანეთისას ვეღარას იგებდნენ. თავისი ამხანაგებით ისრაელნი ეგონათ და ერთმანეთს ხოცავდნენ. გედეონმა დიდ მანძილზე ზდია მათ და დაატყვევა ყველა უფროსი და მეფეები ჯარისა. თითქმის მთელი ჯარი მტრისა დაიღუპა ამ ბრძოლის დროს. ამის შემდეგ ისეთი შიში ჩამოვარდა იმ უცხო ქვეყანაში, რომ ისრაელთა შეწუხება ფიქრადაც არავის მოსდიოდა. მტრისგან გათავისუფლებულ ისრაელის ერს უნდოდა თავის მეფედ გაეხადა გედეონი და ამით გადაეხადა მისთვის სიკეთე, მაგრამ გედეონმა უარყო და თქვა: თვით უფალი ღმერთი ჩვენი მეფობდეს თქვენზედ. მისი მსაჯულობა ისრაელზე 40 წელიწადი გაგრძელდა. გედეონმა ღრმა სიბერემდე იცოცხლა და მრავალრიცხოვანი ძოლებისაგან 70 ვაჟი ეყოლა. გედეონმა ებრაელებისაგან იერობაალის სახელი მიიღო, რაც ბაალის მოწინააღმდეგეს ნიშნავს. ეს სახელი მას ბაალის კერპის მსხვერპლშესაწირის დანგრევისათვის ეწოდა.